გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. Პატრიოტულ ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია. გამარჯობათ. აქვე მინდა მივესალმო იმ ტელემაყურებლებს, რომლებიც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები და ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 45-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილო სნოსკელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ცხადია, ეს ყველაფერი უფასო. ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი. აქვე გახსნილია და ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, სადაც შესაბამისი კუთხით დაავადებულებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა. და ასევე ფუნქციონირებს ქიმიოთერაპიის კაბინეტი და შესაბამისად აქაც შეუძლიათ მიბრძანდნენ აღნიშნული კუთხით დაავადებულებს და ჩაიტარონ მკურნალობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გურჯაანის ჯეოგოსპიტალის ექიმი კარდიოლოგი ბატონი სპარტაკ ლეკვეიშვილი. მოგესალმებით ბატონო სპარტაკ. მოგესალმებით. ჩვენ ხშირად გვისაუბრია და ამავდროულად ჩვენმა ტელემაყურებლებმა იცის, რომ ყოველთვის ადამიანი რაც არ უნდა პრობლემა ჰქონდეს, პირველი ეს არის გულსის მზარდ დაავადება, რომელიც დღეს პირველ ადგილზეა მსოფლიოში სხვა დაავადებებთან შედარებით. ამიტომ ყოველთვის სამედიცინო პერსონალის თვითონ ჩვენი საზოგადოებაც ცდილობს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეძლოს ის, რომ ხელი შეუწყოს გულის რიტმულ მუშაობას. და რაც არ უნდა დაავადება ჰქონდეს ადამიანს, ის ცოცხალია მანამ, სანამ გული ფეთქავს. ეს პატარა სიცოცხლის ანთებელა სანამ ორგანიზმში არის არსებობს და ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ ისიც ვებოდეს ცოცხლად. სწორედ აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ დღევანდელ თანამედროვე ტექნიკისა და მეცნიერების დონეზე მაქსიმალურად გახდა შესაძლებელი, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები გულისა, როგორიც არის ინფარქტი, როგორიც არის სტენოკარდია, იშემია და სხვა და სხვა. და სწორედ თქვენი სამსახური ძირითადად მოწოდებული არის ამისათვის. ამიტომ პირველ რიგში მოდი მოკლედ, ძალიან მოკლედ გავაცილოთ თვითონ გულის ფუნქცია. ჯერ პირველ რიგში. მოგესალმებით ყველას. გული არის ორგანო, რომელსაც აქვს მარტივი ფუნქცია, უბრალოდ აი გასაგებად რო ვთქვათ, ეს არის მოტორი ორგანიზმში, რომელიც იღებს და გადაისროლის სისხლს, მაგრამ ეს მარტივი ფუნქცია უნდა შეასრულოს ძალიან სწორად, რომ რიტმულად მიიღოს და ასე ვთქვათ, გადააგზავნოს სისხლი. მხოლოდ ეს ფუნქცია აკისრია გულს, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ორგანიზმში, რომლის ფუნქციაც რა თქმა უნდა არის შესანარჩუნებელი და დასაცავი. და როცა უკვე ეს მარტივი ფუნქცია ირღვე, მე უკვე მოდის ძალიან დიდი პრობლემები. და ამიტომ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად პირველი ალბათ ის არის, რომ ადამიანი არ აქცევს თავის ცხოვრების მანძილზე ყურადღებას და არ იცავს იმ წესებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ თანდათანობით გულს რაიმე დაბრკოლებები არ შეგვეცეს. ეს პირველ რიგში არის სისხლძარღვები. ეხლა სისხლძარღვებში რა შეიძლება განვითარდეს? холестерინიდან დაწყებული რა შეიძლება მოხდეს? ლიპიდები და ეს ყველაფერი. დიახ, აი ეს არის პროცესი და ეს არის დაავადება ათეროსკლეროზი, რომელიც ვითარდება სისხლძარღვებში, ანუ ეს გასაგებად რო ვთქვათ, ეს არის ცხიმების დალაგება სისხლის კედელში, რომელიც იწვევს სისხლძარღვების სანათურის შევიწროებას და აქედან მოდის
შემდეგ სხვა დაავადებები, ეს იქნება გულში სტენოკარდია, ქვედაკითხოვის შიშება თუ ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძირითადი დაავადება, რაც იწვევს ამ სხვა გართულებას. ეს არის ათეროსკლეროზი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლესტერინზე, რომელიც ცხიმები ლაგდება სისხლძარღვებში, მაგრამ ცნობილია ორგვარი ხოლესტერინი, დადებითი უარყოფითი განმარტეთ ერთი რა არის. ანუ ეს არის ლიპიდური სპექტრი, არსებობს ესეთ ორგანიზმში არსებობს ლიპიდური სპექტრი, რომელშიც არის სხვადასხვა ფრაქციები ლიპიდებისა, რომლის რაოდენობრივად ეს არის აქ განსხვავებები, მაგრამ არის ლიპიდები, რომლის მომატებაც არის დაუშვათ ორგანიზმში ცუდი და არის ლიპიდები, რომელიც არის კარგი. ანუ ეს კარგი და ცუდი იმას ნიშნავს, რომ იქ სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში ღებულებენ ისინი მონაწილეობას და აქედან გამომდინარე დაუშვათ არის ლიპიდები, რომლის მომატებაც არ არის კატასტროფა, მაგრამ არის ლიპიდები, რომლის მომატებაცაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და ის რა თქმა უნდა დავწიოთ დაბლა და უნდა ასე თქვა ნორმალიზაცია უნდა მოახდინოთ აი ამ ლიპიდებისა. მაგრამ ადამიანი, როდესაც ასაკში შედის, ხშირად ექიმებიდანაც ცნობილია, რომ ელასტიურობას კარგავს სისხლძარღვები და უხეშდება ცოტა და შეიძლება რომ თანამედროვე მედიცინის საშუალებით შენარჩუნებული იქნეს ეს ყველაფერი, რომ ადამიანმა შეძლოს თავის მართვა ამ კუთხით, რომ დიახ, რა თქმა უნდა, არის პრეპარატები იმისათვის, რომ ჩვენ ეს ელასტიურობა 100% ვერ დაუბრუნოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტი, მნიშვნელოვანი ნაწილი დაუბრუნოთ ელასტიურობისა და არის ფიზიკური აქტიურობა. ანუ არის მთელი კომპლექსი იმისა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, მოვახდინოთ რეაბილიტაცია ორგანიზმისა და აი ამ სიზარღვების. ამიტომ არის რომ არსებობს კარდიოლოგი, არსებობს ანგიოლოგი, თუ არა პრობლემა აქვს, რომ მიმართოს ადამიანმა და ის დაეხმარება და გაუწევს სათანადო კონსულტაციას. ახლა უშუალოდ ვისაუბროთ იმაზე, რომ ყველაზე მტკივნეულად ადამიანი პიროვნება აღიქოს იმას, რომ მას გულის მიდამოში დაიწყება ან შემდგომში გადაცემები აქვს უკან პეჭის არეში, ხელში, სხვადასხვა მეტად სასტიკი ტკივილები. და ეს უკვე საწინდარი არის უკვე ცოტა ამ საქმეში ჩახედული ადამიანი ან თუნდაც იმ ექიმისათვის, რომ ადვილად მივხვდეს, რომ შესაძლებელია იქ ვითარდებოდეს სწავლეს სტენოკარდია ან სხვადასხვა დაავადება. და აქედან გამომდინარე, რა შეიძლება შემდგომში სტენოკარდიის გაგრძელება მოხდეს? აი, რა შეიძლება მოხდეს? სტენოკარდიის გაგრძელება და დასასრული არის მიოკარდიუმის ინფარქტი. და შემდგომ გადადის ის ალბათ და ინფარქტი არის ეს დაავადება, როდესაც ხრების გართულება არის უამრავი და მათ შორის სიკვდილი, რომელიც არის ძალიან დიდ პროცენტში სიკვდილიანობა. ამიტომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ მიოკარდიუმის ინფარქტი. ეს სტენოკარდიას ვებრძოლოთ და შევამციროთ მისი ფუნქციური კლასი და მერე უნდა დავიცვათ ცხოვრების წესი, კვების რეჟიმი, რომ მერე ის თავიდან ავიცილოთ მიოკარდიუმის ინფარქტი. და აი ზუსტად ახლა მივედით იქ, რომ თქვენი სამსახური ძირითადად მოწოდებული არის იქითკენ, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ სტენოკარდია. რა შედის თქვენ სამსახურში? აი როგორ უნდა ავიცილოთ? აი მოვიყვანეს ადამიანი მწვავედ ტკივილებით და შემდგომ გაგრძელება. ხა აი მაგალითისთვის ვთქვათ, რომ აი როგორც თქვენ თქვით, რომ მოიყვანეს პაციენტი მწვავედ ტკივილით, მას სასწრაფოდ უნდა გაუკეთოთ პირველად მედიკამენტები, მივცეთ ტკივილის კუპირებისთვის და შემდეგ გავაკეთოთ კორონაროგრაფიული კვლევა. რას ნიშნავს კორონაროგრაფიას ესეც განმარტო? ანუ ეს არის გულის კვებავის სიზარღვების გამოკვლევა, რენტგენო-კონტრასტული კვლევის მეთოდია, რომელიც არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, აბსოლუტურად ნარკოზის გარეშე ადგილობრივი ანესთეზიით, ანუ პაციენტს არ ძინავს. საუბრობთ პროცედურის მიმდინარეობისას და ჩვენ ვნახულობთ გულის კვებავის სიზარღვების გომორებას, იმ სიზარღვების გომორებას, რომელიც სიზარღვების დაზიანებას იწვევს აი ამ სტენოკარდიას და ინფარქტის განვითარებას. და შემდეგ უკვე დავსვავთ დიაგნოზს, ვნახავთ რომელ სიზარღვში არის დაზიანება, როგორ რა ხარისხის და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას ვუქებთ კურნალობის როგორ ტაქტიკა გვჭირდება. და მივედით უკვე სტენდირებაზე. დიახ. აი ახლა სტენდირებაში რა ხდება? სტენდირება რა არის? სტენდირება ეს არის სიზარღვში ჩაყენება მეტალის პროტეზისას, რომელიც აღადგენს სისხლის მიმოქცევას. ეს არის სტენტირება. ეს არის ასე ვთქვათ შედარებით ახალი მეთოდი, თუმცა რამოდენიმე 10 წელია დანერგილია ეს უკვე მსოფლიოში და წარმატებით მიმდინარეობს. და ეს მეთოდი კარგია იმით, რომ ჩვენ ვასწრებთ მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას. ანუ გულის კუნთის უჯრედების კვდომა არ უნდა მოხდეს.
ეს პროცედურები უნდა ჩატარდეს ტკივილის დაწყებიდან სწრაფად, რომ რაც შეიძლება ნაკლები გულის კუნთის უჯრედები მოკვდეს. რომ მე უკვე რა თქმა უნდა არ განვითარდეს შოკი და ასე შემდეგ. და რაც უფრო სწრაფად მოხდება სიზარღვის გახსნა, ანუ იმ დაკეტილი სიზარღვის გახსნა და იქ სისხლის მოქცევის აღდგენა, მით უკეთესი გამოსავალი აქ აი ამ დაავადებისგან გამოსავალი უკეთესი არის. და ეხლა ჩვენ ალბათ გვიყურებს ის კატეგორია პაციენტებისა, რომელმაც თქვენ ხელში გაიარეს აღნიშნული კუთხით მკურნალობა და დღეს თავს ჯანმრთელად გრძნობენ. მათ მოახერხეს ის, რომ დროულად მოხდა თქვენთან გადმოყვანა და სწრაფად მოხდა ის ლოკალიზება და შემდგომში სტენდირება, რამაც საშუალება მისცემათ, რომ თავიდან აეცილებინათ მიოკარდიუმის ინფარქტი. მაგრამ ვთქვათ, მოხდა ცოტა დაგვიანებით მოსვლა. უკვე ინფარქტი უკვე ჩამოყალიბდება და შემდგომში მისი შველა უკვე აღარ შეიძლება? ეს ასე ვთქვათ, ცოტა ისეთი კითხვა, ეს არავინ არ იცის ზუსტად რა მოხდება. სწორედ აი ამას ვგებულობ ჩვენ კორონაროგრაფიული კვლევის დროს. რომ იქ არის დაკეტილი სიზარღვი თუ არ არის დაკეტილი სიზარღვი და შემდეგ ვაკეთებთ გულის ულტრაბგერით გამოკვლევას და ვნახულობთ აი იქ აი ეს იმ სიზარღვის საირიგაციო უბანი არის მკვდარი თუ არის ცოცხალი თუ არის იმის შანსი რომ ეს ასე ვთქვათ დროთა განმავლობაში მე მან აღედგინოს თავისი ფუნქცია. ამიტომ არის როდესაც არის ტკივილი სასწრაფოდ უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და მოხდეს ამ კვლევების ჩატარება. მithodi დღეს არის ისეთი სისტემა ჯანდაცვაში რომ ამაში გვეხმარება სახელმწიფო სასწრაფო სამედიცინო დახმარება არის ჩვენი სამსახური არის და ჩვენ შეგვიძლია რომ სწრაფადვე აღმოუჩინოთ პაციენტის დახმარება როგორც ვაკეთებთ აი ამას ხოლმე. როგორც ცნობილია თვითონ პირადად თქვენ ერთ-ერთი სტენდის ჩაყენების დროს თქვენს პაციენტს განუვითარდა უფრო სწორედ წამოვიდა 2 ტრომბი და თქვენ იქ ადგილზე შეძელით მისი მოხსნა. რა იყო ეს და რა შეიძლება მომხდარიყო თუ იქ არ მოხდებოდა და შემდგომში წამოვიდოდა ეს ტრომბი ორგანიზმში? ეს არის გართულება, ეს არის ერთ-ერთი გართულება თრომბოზის სიზარღვისა, რომელიც გახსნაც მაშინვე მოხდა, დროულად მოხდა, მე მედიკამენტოზული მკურნალობა განვითარდა იქა პოსტოპერაციულად და ყველაფერი დამთავრდა კარგად ღვთისწყალობით. მაგრამ ის აი რა იქნება შემდგომ ეს ცოტა რთული სათქმელი. ამიტომ არის რომ აი რაც აი ტკივილის დაწყებიდან რაც უფრო სწრაფად მოხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, მით ნაკლები რისკია გართულებებისა. რაც უფრო დაგვიანდება ჰოსპიტალიზაცია, ანუ შანსი იმისა, რომ ყველა ის გართულება რაც აქვს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ეს არის თრომბოზი, არითმია, სიკვდილი თუ ასე შემდეგ, ყველაფრის რისკი უფრო იზრდება. ამიტომ არის რომ აი რაც შეიძლება სწრაფად არის ოქროს სტანდარტი, რომ აი სწრაფად ტკივილის დაწყებიდან სტაციონარამდე, რომ აი ეს პერიოდი რომ შეიძლება სწრაფად მოხდეს და სტაციონარში კიდევ მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დროულად, რომელსაც ვასრულებთ წინათლა. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ რამდენად რეალურია, რომ გულს აქვს თავისი ფუნქცია, თავისი ავტომატიზმი, რომელიც გულის კუნთებს ამუშავებს. ეს რაზეა განპირობებული, რით ხდება ეს ყველაფერი? ეს გარე ფაქტორით შეიძლება მისი მართვა თუ თვითონ გული ცოცხალ ადამიანს რომ ამოაცალო და ჩადოს პირდი ამას შეიძლება მაინც მუშაობდეს. ან რამდენიც გინდა თქვენ ეცადოთ გული თუ გაჩერდა გაჩერდება ის უკვე. აი რა ხდება, რა ფუნქცია ეს? აი გულის აი ისეთნაირად მოაწყო გული ღმერთმა რომ ეს მოქმედებს ასე ვთქვათ მისი რეგულაცია ხდება გარეგანი სისტემითაც და ხდება შინაგანი სისტემითაც. ანუ ჩვენ რო გული ამოვიღოთ და გადავჭრათ ყველაფერი ნერვების არტერიებს ის რაღაც განმავლობაში მაინც იმუშავებს. მაგრამ თუ გარედანაც დავეხმარებით ამ შემთხვევაშიც მუშაობს. არის შემთხვევებსაც გული ჩერდება, ჩვენ ვაკეთებთ ვეხმარები და ის მერე მუშავდება. არის შემთხვევებსაც ჩვენ გვჭირდება მას გავაჩერებთ და მე ისე მაღვადგეთ. მაგრამ და ამიტომაც არის რომ დახმარება აუცილებელია. ის რო თქვათ რომ დაუშვათ აი განვითარდა ინფარქტი და ის მოკვდება და იმას აღარაფერი აღარ იშველება, ეგრე არ არის. დღევანდელ ცხოვრებაში ესე არ არის. ანუ გვაქვს იმის შესაძლებლობები, რომ ჩვენ ის ავამუშავოთ. ჩვენი ვეცდებით მაქსიმალურად. ხა 100% რა თქმა უნდა არ მოხდება, მაგრამ შანსი იმისა არის, რომ ის ამუშავდეს. ბატონო სპარტაკ, ჩვენ ვისაუბრეთ ერთი იმაზე, რომ უფრო ხშირად დამოკიდებული ეს ყველაფერი ათეროსკლეროზიდან გამომდინარე, რომ ადამიანი ხანში შესულია უკვე და მისი სისხლდეების გაუხეშებულია თვითონ უკვე თავისი ის გაიარა რომ იტყვიან ცხოვრების ის პერიოდი ყველაფერი ეს და მაგრამ თუ ჩვენ გადავხედავთ სტატისტიკას, გაახალგაზრდა ეს დაავადება უკვე.
გულის დაავადებები. ახალგაზრდები უფრო მეტი მართავენ ეკებს. რა იწვევს ამას? ცხოვრების არაჯანსაღი წესი, იგივე სიგარეტის, ალკოჰოლის მოხმარება, აი რა ის შემაფერხებელი პირობებია, რომელიც ამას ხელს უშლის ყველა. გულის ისემიური დაავადების, ანუ სტენოკარდიის, ინფარქტის, ამათი მიზეზი არის რამოდენიმე. ერთ-ერთი არის ათეროსკლეროზი. აქ არის ასაკი, აქ არის სქესი, აქ არის სიგარეტის მოწევა, აქ არის ალკოჰოლის მოხმარება, აქ არის სტრესი, გარემო ფაქტორები და ამიტომაც ჩვენ აი ამ ყველაფერს რაც უფრო ცხოვრება წინ მიდის, ჩვენ უფრო მეტად აქტიურად მოვიხმართ, ასე ვთქვათ, ეს ალკოჰოლია თუ სიგარეტია თუ ასე შემდეგ. ცხოვრება კიდე ისეთია, რომ ეს სტრესი ძალიან დიდი გვაქვს. ამიტომ ეს ყველა ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ დაავადება გაახალგაზრდა. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველანაირად მაქსიმალურად ჩვენ თავს შევუწყოთ ხელი იმისა, რომ ეს რისკ ფაქტორები დავიყვანოთ მინიმუმამდე. ანუ არსებობს ესეთნაირად ლიტერატურულად არის მოდიფიცირებული და არამოდიფიცირებული. ანუ რისკ ფაქტორი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ, რაღაცა მივეხმაროთ და დავუშვათ სიგარეტის მოწევა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია არ მოუწიოთ და ამისგან თავი დავიცვათ. ალკოჰოლი არ დავლიოთ და თავი დავიცვათ, მაგრამ ის რომ მამაკაცი ვარ, მე ამას ვეღარაფერს ვუხავსებ. თუ სქესს არ შევიცი და რა თქმა უნდა, ამას ნორმალური, არ ვაპირებთ, ხო? რაც შეეხება შაქრიანი დიაბეტი, არის იმას უკვე ვეღარაფერი აღარ ეშველება, მაგრამ რა თქმა უნდა უკუნალებ. ანუ ამიტომაც არის რომ ადამიანმა თუ როდესაც უკვე წარმოიშობა ეს პრობლემები, უნდა მიმართოს ექიმს და ექიმი ასე ვთქვათ მიცემს მითითებებს რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მიეხმაროს თავის თავს, რომ აი ეს რისკ ფაქტორები შევამციროთ, დავიყვანოთ მინიმუმამდე, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული. აი თქვენ ახლა საუბარში ახსენეთ დიაბეტი. რას ქმნის ის გულსირავთა დაავადებაში ისეც რომ თვლით რომ ეს უკვე საგანგაშოა და შესაძლებელია რომ იქ რაიმე პრობლემები გაჩნდეს. შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლძარღვის კედელს. ანუ როდესაც ირღვევა სისხლძარღვის კედლის თლიანობა, იქ თრობის წარმოქმნის რისკი მატულობს. ამიტომაც არის რომ დიაბეტიან პაციენტებს სისხლძარღვები აქვს დაზიანებული და იმათ მოდის გულის პათოლოგიები უფრო მეტად, თავის ტვინის პათოლოგიები, ქვედაკიდურების პათოლოგიები, ხედველობა და ხო, ანუ ამიტომაც არის სისხლძარღვები ყველგანაა და აქედან გამომდინარე, რადგან და სისხლძარღვი არის ყველა ნაწილში ორგანიზმისა, ამიტომაც არის რომ ყველაფერი ზიანდება შაქრიანი დიაბეტის დროს და აქედან გამომდინარე, როდესაც ვართ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რასაც გვეტყვის ენდოკრინოლოგი, ისეთნაირად შევასრულოთ ეს წამლის დალევა თუ გაკეთება თუ კვების რეჟიმის დაცვა. იმიტომ იმდენად ვერ ეგ დიაბეტი, რომ აი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენ ადამიანებმა რომ ხელი შევუწყოთ, რომ იმან ნაკლებად დაგვიზიანოს ჩვენ სისხლძარღვა. ჩვენ გადაცემის მიზანი ის არის, რომ ჩვენ ტელემაყურებლებს ურჩიოთ, როგორ შემდგომში გააგრძელონ თავიანთი ცხოვრება, როგორ გაუფრთხილდეთ თავს, მაგრამ პირველი ახლა გასაგებია, რომ ადამიანს აუცილებლობის შემთხვევაში სჭირდება თქვენთან ვიზიტი, მაგრამ მანამდე ახლა მას აქვს ხუთკივილები გულმკერდის არეში. ის კი ბატონო, მივა კარდიოლოგთან, ან თუნდაც თერაპევტთან, რომელიც გადაუღებს კარდიოგრამას, მისცემს იმ წამლებს, რომლებიც მისთვის ეს აუცილებელი და შესაძლებელია მოეხსნას ეს ტკივილი. ეს არ ვთვლით მას საჭიროდ რომ გაიკეთოს კორონაროგრაფია რა, ამ შემთხვევაში თუ კარდიოლოგის რჩევა არ გაითვალისწინა, მაგრამ რა შემთხვევაში შეიძლება რომ ეს ყველაფერი ეს ინსტანცია გაიაროს და შემდგომ ისე მოვიდეს. აუცილებლად, ისე იგი პაციენტმა უნდა მიმართოს კარდიოლოგს, ან ოჯახის ექიმს, ან კარდიოლოგს. ამის შემდეგ მოხდება რჩევა იმისა, რომ და მედიკამენტების დანიშნა თუ იმას არ აქვს სერიოზულად გულის ტკივილები, იქ მოხდება ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა, გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა და მივიღოთ გადაწყვეტილებას, იმას ჭირდება თუ არა ამ ადამიანს კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჭირდება თუ არა კორონაროგრაფია. არის შემთხვევები, როდესაც არის ტკივილი გულის არეში, მაგრამ ეს არ არის კარდიალური გენეზი და მე ვიგნები რომ თქვენ არ გჭირდებათ კორონაროგრაფია. მაგრამ თუ პაციენტს უნდა დაახსოვოს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა გააკეთოს კორონაროგრაფია. მაგრამ აი ეს ჭირდება თუ არ ჭირდება, ეს უნდა მოხდეს ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. არა, უნდა გაიაროს ინსტანცია კარდიოგრამა. რა თქმა უნდა. გულის ეხო. კარდიოგრამა, გულის ეხო და შემდგომში თუ იგრავე პრობლემა ის ყველაფერი და შემდგომ უკვე მოვა თქვენთან. გასაგებია. ეხლა საბოლოო ჩვენი გადაცემის დრო კი იწურება, მაგრამ აი ის ჩამოყალიბდეთ რომ
დღეს თქვენ ერთადერთი კლინიკა ხართ კახეთში, რომელიც აღნიშნული კუთხით მუშაობთ, მაგრამ ჩვენმა ტელემაყურებელმა ბევრმა იცის, ბევრმა არ იცის და მინდა მათაც იცოდნენ ეს ყველაფერი, რომ თქვენ ვინც მოწვეულები ხართ აღნიშნული სპეციალისტები ჯეოგოსპიტალში გურჯაანის, თქვენ ხართ წარმატებული კლინიკის, შაბურიშვილის კლინიკის თანამშრომლები, რომლებიც მოვლინებული ხართ აქ და შესაბამისად კახეთს ემსახურებით ამ კუთხით. ამიტომ ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან იყო პერიოდი, როდესაც ამას თბილისშიც ვერ აკეთებდნენ, ამათყოთ მიდიოდა ერევანში, ან სტამბულში, უფრო საზღვარგარეთ და უფრო მეტ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. აი, რამდენად ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რომ კახეთისთვის ეს არის დიდი, რომ იტყვიან, საჩუქარი ამ კუთხით. ეს არის ძალიან, სწორად აღნიშნეთ, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, ეს არის ძალიან კარგი საქმე და მართლაც კახეთის მოსახლეობამ მადლობა უდაუთხოს ჯეოგოსპიტალს და იგივე ბატონ თამაზ და ბატონ გიგის იმისათვის, რომ აი ამ რეგიონში დაიდგა ეს აპარატი და ფუნქციონირებს ეს კაბინეტი, იმისთვის, რომ ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლე ვიხსენით, ხო? აი ალბათ თუ გვიყურებს და გვიყურებს ტელემაყურებელი, რომელსაც ჩვენ გავუკეთეთ ინფარქტის დროს ოპერაცია, აი იყო შემთხვევა, აი ახალგაზრდა ბიჭი მოდის ახლა ტკივილი და პატრონი მეუბნება, რომ გადავიყვან თბილისში. მე მithქვია ერთ-ერთი უთხარი, რომ არა მეთქია. არ გაგაგზავნ თბილისში, იმიტომ რომ ეხლა უნდა მოხდეს სწრაფად აი ამ სიზარღვის გახსნა თქო და მართლაც ყველაფერი კარგად დამთავრდა. და ამიტომ ეს ჯეოგოსპიტალი ის ჩვენი კლინიკა, კახეთში არის ერთადერთი კლინიკა, სადაც ვაკეთებთ ამ გამოკვლევებს და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან კარგი საქმე. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თბილისშიც თქვენ დახვდებით, აქაც თქვენ ხართ, იმიტომ რომ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს ის თქვენ კოლეგებს სად მიმართავს და სად შედგება. ეხლა ჩვენ საუბრის დასასრულს ჩვენ ტელემაყურებლები ცოტა მხნედ დავტოვოთ და ცოტა ის მივცეთ იმის საშუალება, რომ მათ თავი დაცულად იგრძნონ, კარდიოლოგიდან რა რჩევას მივცემთ ჩვენ მათ. არიან ისინი თქვენი სამსახურის კუთხით დაცულები, რომ ჩვენ კახეთში უკვე გვაქვს შესაბამისი აპარატურა, შესაბამისი საშუალება იმისა, რომ ჩვენ ეს პრობლემა ალბათ ერთი რაღაც გარკვეული პროცენტი შევამციროთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ ის, რომ ადრე თუ იყო ისეთი ვარიანტი, რომ ალდაქში დაზღვეულიყო პაციენტი და ჩვენთან ვერ მოხვდებოდა, ეს პრობლემა უკვე მოიხსნა. ძირითადი პაციენტებისა უკვე არის საყოველთაო დაზღვევაში დაზღვეულები, ანუ ამ მომსახურებას აფინანსებს სახელმწიფო და ჩვენ შეგვიძლია მოვემსახუროთ ყველა რეგიონის მოსახლეობას. ეს იქნება ახმეტა, თელავი, წნორი თუ ასე შემდეგ. ეს ერთი კუთხე და მეორე ის არის, რომ ჩვენ უკვე მე წინა გადაცემაში ვთქვი, რომ გეგმავთ რაღაც სიახლეებს, გვაქვს კარდიოინტენსიური თერაპიის განყოფილება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, 24 საათიანი მონიტორინგი, 24 საათიანი მედპერსონალი, ჩვენი კაბინეტი კიდევ 24 საათი მუშაობს და ფუნქციონირებს და ასე რომ ამ კუთხით ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ნებისმიერ გულის მწვავე პათოლოგიას გავუწევთ სათანადო დახმარებას ნებისმიერ დროს, დღის 24 საათის განმავლობაში. დიდი მადლობა ბატონ სპარტაკ, პაციენტ ტელემაყურებლებო, მინდა ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ გადაცემა ჯანმრთელობის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები და ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მივიდნენ 45-დან 70 წლის სასაკითხონე ქალბატონები, საშილოსნოს სკელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის სასაკითხონე მანდილოსნები, მსხვილი ნაზრავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის სასაკითხონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის სასაკითხონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ცხადია ეს ყველაფერი უფასოდ. ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი. აქვე ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, სადაც შესაბამისი კუთხით დაავადებულებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიდარონ მკურნალობა. მე კი ისევ წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, გურჯაანის ჯეოგოსპიტალის ექიმი-კარდიოლოგი ბატონი სპარტაკ ლეკვეიშვილი. ბატონ სპარტაკ, დიდი მადლობა აქ მომბრძანებისათვის, მეტად საინტერესო საუბრისათვის და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თქვენი კუთხით, კარდიოლოგიური კუთხით კიდევ უფრო გაფართოვდება სფერო და ღმერთმა არავის არ დააჭიროს, მაგრამ სტენდირების შემდგომ უკვე მოდის შუტირება, რომელიც მხოლოდ კეთდება თბილისის რამოდენიმე კლინიკაში, მათ შორის თქვენი ხელმძღვანელობა აკეთებს მაგას და საშუალება მიეცემათ კახეთს, რომ ისიც კი დაინერგოს აქ, რომ საჭიროების შემთხვევაში და გართულების შემთხვევაში, რომ ადგილზე მოხდეს ყველაფრის ეს მოგვარება. მინდა თქვენთან ერთად დავშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრაზე ვისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.
გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი.